რომ შევხედოთ, ხო, დიდი მსხვილი ქალაქების შემთხვევაში მუნიციპალურ საკუთრებაში მიწები ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი. რაც რამე არის, თქვათ, საკუთრებაში დარჩენილი, მაინდა-მაინც სახარბიელო ტერიტორიები არ არის. შესაბამისად, ანუ აი აბსოლუტური განკერძოება მოხდა, როგორც თქვათ, არ აიღო სახელმწიფომ საბინაო ვალდებულებები თავის დროზე, ასევე სრული პრივატიზაცია მოახდინა ურბანული მიწის. არადა ურბანული მიწა არის ის რესურსი, რომელზედაც მუნიციპალიტეტს შეუძლია სოციალური საკითხების მოგვარება, იქნება ეს საცხოვრებლების მშენებლობა, იქნება ეს სკოლების და ბაღების მშენებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს თევდორემღლის ქუჩაზე მართლა შეუერღებელი თვალით არა სპეციალისტისთვის ყველასთვის იყო შესამჩნევია ეს რაღაც შენობის ის ნაწილი, რომელიც აი მართლა უბრალოდ იქ ჭირდებოდა საჭირო რაღაც შემოსაზღვრა ძალიან მინიმალური რაღაც ზომების მიღება სახელმწიფოსგან, ან თვითონ იმ ნაწილის ჩამონგრება შეიძლება და ის მთლიანი შენობა, იმდენად დიდი და ძველი შენობა დარწმუნებული არც არის მთლიანი შენობა ავარიული, ხო, რაღაც ნაწილი მაინც, მაგრამ აი ეს ამასაც რო ვერ მიხედეს, ხო? და აი ამის მე როცა ესეთ ელემენტარულ რაღაცას არ აკეთებს, ხო, დღევანდელი სახელმწიფო მართლა მე უკვე რა საბინაო პოლიტიკაზე და რა გრძელვადიან გათვლებზეა საუბარი რა. და ჩვენი პრინციპი და მთავარი ამოსავალი წერტილი როცა საბინაო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ არის ძალიან მარტივი, ხო? ეს არის სახლი ყველასთვის, ღირსეული საცხოვრებელი ყველასთვის.